ის საუბრობდა, რომ პირობების გარეშე ამ თამაშის შესვლა არ არის. ყოფილა დარმისმენი ამის ეთერზე, მაგრამ მე მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისათვის. ვიკა, ჩვენ რა ვთქვით? ლელო ძლიერმა საქართველომ რა პოზიცია დააფიქსირა? რა ვთქვით? პოლიტიკისთვის და პოლიტიკოსებისათვის და ზოგადად პოლიტიკური სპექტრისთვის საუბარი ზედმეტია? ან ვინმესთვის ზედმეტია? თქვა ან ერთი. ხა ვინმეს თუ გონია რომ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს ჩვენ, თუ გადაწყვეტილება რამე სახეს მიღებული, ამის გაცხადების პრობლემა კი არა გვაქვს ჩვენ. არანაირი გადაწყვეტილება არაა მიღებული და ხა მკითხაობა ზოგ-ზოგიერთმა თავი დაანებოს. თუ უნდათ იმ კითხავენ პრობლემა რა ჩვენ საუბარს ვთავაზობთ ამ ადამიანებს, მაგრამ ახლა უყურეთ ერთი წუთი საუბრობდა რომ საუბრის დეფიციტია. ხო, დეფიციტი რომაა, საუბრის ამ თემის ირგვლივ საუბარს ვთავაზობთ, ხო ადამიანებს ახლა. მარტივი არის. ჩვენ საუბარს ვთავაზობთ და ახლა ისტერიკებით, ზღვარგადასული რაღაც საუბრით და იმით ესეთი რაღაცეებით, ახლა ისტერიკული რაღაცეებით საუბარი არ იქნება. აქ საქმიანი საუბარი, აქ ქვეყნის გადარჩენაზეა საუბარი. პირდაპირ გეუნებით, ამაზე ვსაუბრობთ. და იცით როგორ აგიხმება? ადამიანს ადამიანი თუ ისტერიკებში ვარდება, ადამიანს თუ არა აქვს პოზიცია, აქედან გამომდინარე და თუ საუბარი არ შეუძლია, გამოდის რომ მას პოზიცია მასთან დაკავშირებით არ აქვს, ან ადამიანთა ჯგუფს პოზიცია მასთან დაკავშირებით არ აქვს და სურთ რაღაცა საკითხის ამით გადაფარვა ამასთან დაკავშირებით. სხვა მეტი მე ამასთან დაკავშირებით არ შემიძლია ვთქვა და მეტი რა შეიძლება რა უნდა ითქვა ზოგადად ამასთან დაკავშირებით. ნახეთ ჩვენ რაზე ვსაუბრობთ, ხო? ვისაუბროთ საკითხის ირგვლივ გავხსნათ დისკუსია. მარტივია. ის რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არიან. მე არავისგან არ მესწავლება რა არის პოლიტპატიმარი პირველ რიგში. და ვინ ქმნის პოლიტპატიმრებს? პოლიტპატიმრებს ქმნის რეჟიმი და პოლიტპატიმრებს ქმნიან რეჟიმები. პოლიტპატიმრები დამიცავს ამ ხელისუფლების დროს და ძალიან ბევრი დამიცავს წინა ხელისუფლების დროს. ასე რომ ვის და ჩვენ ლელო ძლიერ საქართველოს თუ როგორი ქმნებიან პოლიტპატიმრები და როგორ ქმნიან რეჟიმები პოლიტპატიმრებს ეს არ გვესწავლება. ეს პირველ რიგში. ახლა საკითხის ირგვლივ ვისაუბროთ, ხო? მოდი ვთქვათ, რას ვლაპარაკობთ? 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით. მარტივად მინდა გითხრათ, ერთი კითხვა მინდა თქვენ დაგისვათ. ოპოზიციას რომ მონაწილეობა არ მიიღო 2024 წლის არჩევნებში. 26 ოქტომბრი? ხო, საპარლამენტო არჩევნებში. არჩევნები ლეგიტიმური იქნებოდა თუ არა? რას ნიშნავს? მაინტერესებს. ანუ ძირითად ოპოზიციურ ძალებს ვინც მივიღეთ მონაწილეობა არჩევნებში. არა, მაინტერესებს. მარტივად გეტყვით. ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა ამ არჩევნებში, მაგრამ როდესაც იქნა სიყალბე, ჩვენ დავტოვეთ ეს არჩევნები, ამ შემთხვევაში მანდატები და გამოვედით გარეთ. აი ამაზეა საუბარი. და თუ ლეგიტიმაციაზეა საუბარი, ევროპარლამენტმა პირდაპირ გვითხრა და თქვა, რომ ვერც ერთ შემთხვევაში იმ საპარლამენტო არჩევნების და საპარლამენტო არჩევნების შესაბამისად მოსული ეგრეთ წოდებული ხელისუფლების ლეგიტიმაცია ვერ და არ მოხდებაო. რას საუბრობს თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით? შანსია და უნდა გამოიყენოთ. ლელო რას ლაპარაკობს ამასთან დაკავშირებით? გავხსნათ დისკუსია და ვისაუბროთო. და საუბარი აუცილებელია ნებისმიერ და ყველა საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ასე ვუყურებთ ამ თემას და ეს არის აუცილებელი. და მე მიხარია რომ ეს თემა დაიძრა და ამ თემის ირგვლივ არის დისკუსია, რომელიც დაგვეხმარება ბუნებრივია სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. ანუ თქვენ არ გაქვთ მიღებული? არა, გადაწყვეტილება, მომისმინეთ, გადაწყვეტილება მიღებული რო იყოს. ჩვენ ამის თქმის არ მოგვერიდება და არც არავის რაღაცა ბულინგს და არც რაღაც ისტორიულ გამოხდომებს ჩვენ არ ვეხვემდებარებით, ჩვენ როდესაც ღებულობთ გადაწყვეტილებას, იმას საუბრობთ და ამაზე პასუხისმგებელი ვართ. ჩვენ საუბრობთ, რომ თემა გავხსნათ. ჩვენ საუბრობთ, რომ ერთობაა საჭირო. თემა გავხსნა და ერთობაა საჭირო. მოდი ვთქვათ, რომ ერთობასთან დაკავშირებით როდესაც არის სხვაუბარი და სხვადასხვა ვარიაციები ამ ერთობასთან დაკავშირებით. საპარლამენტო არჩევნები ეს როდესაც გაყავდა, როდესაც მანდატები დავდეთ და მეც მათ შორის. როდესაც ვარი ვთქვით ყველაფერზე, ხელფასი იმუნიტეტი არავის არაფერში არ გვაინტერესებს და 100%-ით დარწმუნებული ვართ, რომ ყველამ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. ლელო ძლიერ საქართველოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე მეორე მესამე დღეს თქვა, რომ ერთობაა საჭირო, როდესაც პროტესტში ვართ
და შევქონათ საერთიანი სადისკუსიო ფორმატი. აბა მითხრას ვინმე რატომ არ შეიქმნა ეს ხო? თვეების განმავლობაში ამას საუბრობდით. ჩვენი პარტიის თავმჯდომარე, პარტიის ლიდერები მოუწოდებდით, რომ ერთობა იყოს საჭირო. ვინმე თქვას, რომ რატომ არ შეიქმნა ეს ერთობა? რა იქნა ამ ერთობის ამ შემთხვევაში არ შექმნის მიზეზი? ჩვენ ყოველთვის ერთობის და ერთიანობის მომხრე ვართ. ახლა მე მინდა გითხრათ საპარლამენტო არჩევნებთან და თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. აი მარტივი მაგალითი მინდა გითხრათ. აი წალენჯიხაში როგორც გემახსოვრებათ, ნუ არ ვიცი, წარმოუდგენელი ბრძოლის ფასად. წარმოუდგენელი ბრძოლის ფასად წალენჯიხელებმა წინა თვითმმართველობის არჩევნებზე ერთადერთი იყვნენ, სადაც დაამარცხეს ამ შემთხვევაში, ერთადერთს გულისხმობ, როგორც საკრებულოში, ასევე მერის არჩევნებში დაამარცხეს ეს რუსული რეჟიმი. შემდგომ საპარლამენტო არჩევნებში დაამარცხეს. ახლა რას ვეუბნებით და რა უნდა უთხრათ? ამაზე გვინდა მსჯელობა და კამათი. რა უნდა უთხრათ ჩვენ წალენჯიხელებს? რომ ახლა უნდა დააგტოვოთ რეჟიმი, რომელმაც იბრძოლეს ბოლომდე და ყველა მიბრძოლა, მაგრამ განსაკუთრებული ბრძოლა იყო და კარგად ვიცით. რა უნდა უთხრათ ჩვენ წალენჯიხელებს ახლა? რა უნდა უთხრათ, რომ არა, მაშინ უნდა შევთავაზოთ გეგმა სხვა რა. გვითხრან ერთად ვიმსჯელოთ ამასთან დაკავშირებით. ამაზეა მეტი საუბარი, მეტი კი არაფერზე არა, თორე ლელო ძლიერი საქართველოს თავის გადაწყვეტილებას მიიღებს. ამასთან დაკავშირებით. არა, წალენჯიხა კი არ არის მარტო ზოგადად ლაპარაკო. მე არა, მიზეზი კი არა, მე გითხარით ერთი მარტივი მაგალითი. ერთი მარტივი მაგალითი და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ზოგადად ჩვენ რას ვსაუბრობთ? ეს რა არის? ბრძოლა არის. ბრძოლაში გარანტირებული არასდროს არაფერი არ არის. პირდაპირ გეუბნებით. არჩევნებით როცა იცვლებოდა საქართველოში ხელისუფლება და ერთეულია ეს სიტუაციები, კარგად ვიცით. უმაღლეს დონეზე ჩატარდა არჩევნები? გაყალბება არ იყო არჩევნებში? ანუ იცით რომ გაყალბება იქნება და არა, გაყალბება არ იყო არჩევნებში? ხო, იყო, მე გაყალბება თქვენ დარწმუნებული იყავით, რომ 2024 წლის არჩევნებში გაყალბება არ იქნებოდა და ვინმე დარწმუნებული იყო და რამე მეხის გავარდნასავით იყო? არა, მეხის გავარდნასავით იყო? თვითონ ოპოზიციური პარტიები მეხის გავარდნასავით იყო, რამე ახალი იყო? ამათი ბუნება, ამათი რუსული ბუნება. ნუ არ ვიცი, მაშინ ერთი ხართ, რომელიც ანუ მე რას ლაპარაკობ, რომ გაყალბებით ცდელობა ექნებოდა და გაყალბებაზე წავიდოდნენ. მიუხედავად ჩვენ ვამბობდით, რომ ავყვეთ ამ გაყალბებას, ვიბრძოლებთ ბოლომდე და ბრძოლა არის ეს არჩევნები. ჩვენ ბრძოლაზე არ ვამბობთ ვარს. ბრძოლის განხილვაზე უпроსტად არ ვამბობთ ვარს. ჩვენ ვამბობთ, რომ ბრძოლაში შევიდეთ, თუ არ შევიდეთ. ბრძოლაში ვიყოთ ერთიანები თუ არ ვიყოთ ერთიანები. და ვისთან გაქვთ ეს განხილვები, ბატონო ლევან? ჩვენ თავაზობთ ყველა პოლიტიკურ სპექტრს განხილვებს. ეს არის აუცილებელი. ეს არის ამ ქვეყნისათვის აუცილებელი. ჩვენ ამას ვსაუბრობთ. სხვა მეც არაფერს, თორე ლელო ძლიერი საქართველო თავის გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით მიიღებს და ეს გადაწყვეტილება მიღებული არ არის პირდაპირ გეუბნებით. ასევე არსებობს კვლევები. ახლა კვლევების ჰარი-ჰარალეზე უნდა თაგდება, ზოგ-ზოგი ერთებს, მაგრამ მე ვიცნობ ამ კვლევებს. მე ვიცნობ ამ კვლევებს, სადაც აი მაგალითად გეუბნებით, ხო? ერთიანობის შემთხვევაში უდიდესი შესაძლებლობა იხსნება, რომ თბილისი წავართვათ. მე გარანტირებულად არაფერს არ ვლაპარაკობ, ბუნებრივია. ერთიანობის ოპოზიციური პარტიებს ბუნებრივია არის აუცილებლობა. ხო, მაგრამ ორი კაცი დაკავებულია და როგორ მიიღებს მონაწილეობას მაგალითად ახლებიდან, აი როგორ წარმოგიდგენიათ? მარტივს გეტყვით, ჩვენი პარტიის ლიდერებს, მაგას მარტივს გეტყვით, ჩვენი პარტიის ლიდერების სასამართლოები მიმდინარეობს და ანალოგიური ელოდებათ ჩვენი პარტიის ლიდერები. მე მგონია, რომ ძალიან დიდი რისკი არის ჩვენი პარტიის. მაგრამ ეს გუნდს ამ შემთხვევაში, ჩვენ გუნდს არც ერთ შემთხვევაში არ გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას და უფლებას, რომ ჩვენ უკან დავიხებთ. არა არც ერთ შემთხვევაში. ჩვენი პარტიის ორივე ლიდერის, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პოზიცია ესეთია, სადაც არ უნდა იყვნენ. მიუხედავად ყველაფრისა, რომ ჩვენ გუნდი მზად ავართ რომ ვიბრძოლოთ და ისინი იქიდან იბრძოლებენ. ახლა ვის და მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, ნუ არ ვიცი, ყოველ წელი არ გასულა ისე რომ რეჟიმის ამ შემთხვევაში დევნის ქვეშ არის. აბსოლუტურად გეთანხმებით. არა, რომ მეთაუყურეთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ბრძოლა არ შეგვიწყვეტია მასთან დაკავშირებით. ახლა რაც შეეხება თვითმარტ დავასრულებ, უყურეთ, ახლა რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს. რეჟიმმა რომ საპარლამენტო არჩევნები დაგვინიშნოს მოულოდნელად და მე დარწმუნებული ვარ რატომღაც რომ საპარლამენტო არჩევნები ამათ ლეგიტიმაცია არ აქვს. თვითმმართველობამდე დაინიშნება. თვითმმართველობასთან ერთად, ან თუნდაც ერთი თვის შემდეგ, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. აი ამ მე რაღაც სად მივდივარ, უყურეთ, რეჟიმმა რომ საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს და მე დარწმუნებული ვარ რომ საპარლამენტო არჩევნები იქნება.
ამათ ყბეები ყავთ პოლიტიკური, სანქციების უდიდესი წნეხია, ლეგიტიმაცია არც ქვეყნის შიგნით არის, არც ქვეყნის გარეთ არის ვიკა. პარლამენტი ეგრეთ წოდებული უფუნქციოა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნას არ შეუძლიათ. ეს კარგად იციან ეს ყველაფერი. მარტივი არის, რა ვშვებით მაშინ? ფორმაში უნდა იყოს თუ არა პარტია. აი ამაზეა საუბარი. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ამ თემებზე. ჩვენ გვინდა დისკუსიის გახსნა ამ საკითხთან დაკავშირებით. ნუ ახლა არის ადამიანთა ჯგუფი. წარმომიდგენია, რაც მოვისმინეთ თუნდაც წინა ბლოკში, ახლა აი ეს დისკუსია თითქოს ამის რესურსი არ არის. ძალიან მე არ მჯერავს და მე არ მინდა დავიჯერო იმის, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში დისკუსიის რესურსი არ არის. მაშინ ძალიან მძიმედ ყოფილა საქმე. პოლიტიკური სპექტრის საქმე ყოფილა ძალიან მძიმედ, თუ დისკუსია არის პრობლემა. ახლა პოლიტიკაში რო ხარ და თუ დისკუსია არის პრობლემა და საუბარი არის პრობლემა, მაშინ მძიმედ ყოფილა საქმე. მაშინ მძიმედ ყოფილა საქმე. ამაზე საუბრობდა. რომ დისკუსიის ნაკლებობაა და ეს აუცილებელია. თითქოს ამაზე ყველა საუბრობს. დისკუსია რას გულისხმობს? ეს სისტემა, რაც დისკუსია რას გულისხმობს? მე შენთან მოვალ და სალაპარაკებად, მაგრამ საუბარს აზრი არა აქვს, არა. დისკუსია გულისხმობს იმას, რომ პოზიციათა შეთანხმება და შეჯერება მოხდეს. აი ეს არის უმთავრესი. ამასთან დაკავშირებით. აი აქამდე უნდა მივიდეთ ჩვენ. აი ამაზე არის საუბარი. ეს არის ბრძოლა და ჩვენ ვამბობთ ეს არის მორიგი ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ და ჩვენ ვამბობთ, რომ დავფიქრდეთ ბრძოლაზე საერთოდ არც ერთ ბრძოლაზე არ ვამბობთ. არც ერთი აქცია არ გამოგვიტოვებია და ვართ ავანგარდში. ჩვენი პარტიის წევრები არიან პოლიტიკური ტყვეები და პატიმრები. არ ვიცი, ყველაფერი რაც კი შესაძლებელი იყო ჩვენ თავზე გადავიტანეთ. და ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის მორიგი ბრძოლა, ვინმეს თუ გონია ფუფუნება, ძალიან ცდება და ყველამ კარგად იცით. და დავფიქრდეთ, ღირს თუ არ ღირს ამ ბრძოლაში შესვლა? ვიბრძოლოთ თუ არ ვიბრძოლოთ? თქვენ საუბრობთ, ვიკა, ეყურეთ ერთი კაი მარტივი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ. აი თქვენ თქვით, რომ გაყალბება, ხო, გასაგებია, გაყალბებაზე არის საუბარი. აი მარტივად მინდა აგიხსნათ ესეთი სიტუაცია. ბრძოლაზე როდესაც არის საუბარი. არა, უყურეთ, არჩევნებზე როცა საუბრობთ და არა თანაბარ პირობები. გაყალბება რა არის? გაყალბება რა არის? არა თანაბარი პირობები. არა თანაბარი პირობები. ის არის რაც 26 ოქტომბერს მოხდა. არა თანაბარი. მე უყაცრავად, მაშინ სვამთ კითხვას. ჩვენ ხო ამასთან დაკავშირებით საუბრობთ, რომ ეს სამჟელო საკითხი უნდა იყოს. მაშინ გვითხრან მეორე პოზიცია. აი მაგალითად გწოდნოდა ეს კოლცენტრებია, ამხელა სქემა არის. ისი კოლცენტრები? აი 26 ოქტომბრის არჩევნებს, აი ეს ყველაფერი რო გწოდნოდა თქვენ ოპოზიციური პარტიის ლიდერებს, მე აქ სულ მესმოდა, რომ არჩევნები ვერ ყალბდება ისე, როგორც მაგალითად წინაც. ახლა ივანიშვილმა ახალი ტექნოლოგია შემოიტანა, მთელი სისტემა მოიფიქრა, ხო, გაყალბების. ეს იყო ერთგვარი სიურპრიზი. მათ შორის ოპოზიციური პარტიების სამოქალაქო. შეიძლება გწოდნოდათ მიიღებდით ამ პროცესში მონაწილეობას. არჩევნებზე ვარი უნდა ვთქვა საერთოდ? არა, აი მარტივი კითხვა არის, მინდა ვთქვა, დაინიშნა საპარლამენტო არჩევნები, ხო? ახლა თქვენ თუ ფიქრობთ, რომ მე არ ფიქრობ. არა, რაღაცა მინდა გითხრათ, თქვენ თუ ფიქრობთ, რომ როგორ გითხრათ, იცით, აი ტურა ვეგეტარიანელად გადაიქცევა, ტურა ბალახის ჭამას არ დაიწყებს. ანუ მაგას ვლაპარაკობ, თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ეს ხელისუფლება ამ შემთხვევაში უცბად გაკეთილშობილდება და არა, ეს მაგაზე არის საუბარი. ხო, აი ამაზე არის საუბარი. მარტივი მაგალითი მინდა გითხრათ, ხო? კომუნისტების დროს ეროვნულმა ერთობამ, გვალმა მაგიდამ მოიგო არჩევნები. კომუნისტური რეჟიმის დროს, რო გადავlapარაკობ, ხო, არ ვადარებ იმ დონის და იმ წონის ლიდერებს, მაგრამ მარტივი მაგალითი მინდა გითხრათ. მაშინაც იყო გარკვეული ჯგუფები, რომლებიც საუბრობდნენ, რომ მაგა დანიშნულ არჩევნებში არ უნდა მივიღოთ მონაწილეობაო. თქვენ როგორ ფიქრობთ ისტორიას რო გადახედოთ, საბოლოოდ რომელი იყო სწორი? საბოლოოდ მოყვა თუ არა მას თავისუფლება საქართველოსი? საქართველოს დამოუკიდებლობა მოყვა თუ არა ამ ყველაფერს?
საბოლოოდ ამის შემდეგ გვაქვს თუ არა საქართველოს კონსტიტუცია. აი ამაზე არის დამოუკიდებლობა მოყვა 9 აპრილს და შემდეგ არა, მე რას ლაპარაკობ, დამოუკიდებლობა ერთი წელი 9. ხო და არჩევნების ჩატარებასთან რეფერენდუმს მაგასთან დაკავშირებით ვამბობ. ხო თქვენ ხო გახსოვთ ძალები რომლებიც ამბობდნენ რომ არ უნდა მიიღო გვალმაგიტას მონაწილეობა და არავის არ უნდა მიიღო მონაწილეობა. აი ამაზე არის ვიკა საუბარი. ეს არის ბრძოლა. ჩვენ არ ვსაუბრობთ რომ ამ ბრძოლით ამ შემთხვევაში თავრდება ყველაფერი და ამ ბრძოლით თუნდაც მოიგო თბილისი და რაღაც. ამაზე არაა საუბარი, რომ ეს რეჟიმი ამ შემთხვევაში საპარლამენტო არჩევნების მოგებულად ითვლება და ასე შემდეგ. არა, არც ერთ შემთხვევაში, მაგრამ ეს არის ბრძოლის შემადგენელი ნაწილი. ღებულობთ თუ არა ამ გამოწვევას? შეგვიძლია თუ არა ბრძოლაში შესვლა? ვამბობთ თუ არა ბრძოლაზე ვარს? აი ამაზეა საუბარი და მასთან დაკავშირებით. არა, უბრალოდ თქვენ ამბობთ, რომ ივანიშვილის გამოსწორება არ იქნება ასე მარტივად და თუ კი ამ თქვენივე არა, ამჯერა და ზუსტად და მაშინ რა გზას უყურებთ? ალბათ მაყურებლის ნაწილს აქვს ეს განცდა. ეს ხო რუსული ხელისუფლებაა და მე გითხარით, როდესაც ერთი წუთი დავასრულე არჩევნებში. ერთი წუთი მე გითხარით, როდესაც კომუნისტური ხელისუფლება დამარცხდა არჩევნების დროს. მაშინდელი ტოტალიტარიზმი და მაშინდელი უკანონობა კარგად იცით, ხო, საერთოდ ვის საარჩევნო კანონზე და ვის იმაზე იყო საუბარი, რა ქვია, დამკვირვებლებზე საერთოდ. ვის დამკვირვებლებზე იყო საუბარი. ამიტომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ერთიანობას ყოველთვის აქვს აზრი. აი ამაზეა საუბარი. თუ იქნებით ერთიანად, მიღწევადია შედეგი და შესაძლებელია შედეგის მიღწევა. აი ამაზეა საუბარი. მაშინ მარტივად ვთქვათ, როგორ მოიპოვეს სტალინჯიხაში, თუნდაც ერთი მაგალითია, ხო, გამარჯვება, იმიტომ რომ იქ წარმოუდგენლად ბევრი ხალხი მივიდა. წარმოუდგენლად ბევრი დიდი აქტიურობა იყო. და ეს აქტიურობა, ეს ყველაფერი შესაძლებელია. შესაძლებელია ერთიანობით. ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ. და ჩვენს დიალოგს რა უდგას წინ? ნუ არ ვიცი, ხა პოლიტიკაში თუ დიალოგს რამე წინ უდგას, კი ბატონო. ჩვენ ასე ამას არ უყურებთ. აი ამაზე არის მხოლოდ და მხოლოდ საუბარი. მოდი ვთქვათ, ვისაუბროთ, კონტრარგუმენტები რა არის, დიალოგის საწინააღმდეგო, პოლიტპატიმრებზე როდესაც არის საუბარი. ახლა პოლიტპატიმრების ლელო ძლიერი საქართველოს ნომერ პირველი ამოცანა არის პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც არის ქვეყნის საბოლოოდ გათავისუფლების შესაძლებლობა და აუცილებელი პირობა. ევროპარლამენტმა გვითხრა, რომ არც ერთ შემთხვევაში ამათი ლეგიტიმაცია ამ ეგრეთ წოდებული მთავრობის არ მოხდება. საუბარია 2024 წლის არჩევნებზე. ასევე რას გვეუბნებიან? შანსი არის თვითმმართველობის არჩევნები. მოდი თქვა, ჩვენ დავფიქრდეთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ამ ყველაფერზე ვიმსჯეროთ და ისე მივიღოთ გადაწყვეტილება. კი ბატონო, მადლობა. დიდი რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი და ყოველ შემთხვევაში არის ბევრი კითხვები, კარგია თუ დისკუსია გაიხსნება. ჩვენ მზადა ვართ დისკუსიისთვის, მზადა ვართ სასაუბროდ, გადაწყვეტილება როცა იქნება ჩვენი მხრიდან მიღებული, ამას აუცილებლად გავახმოვანებ და გავაჟღერებ ამ საკითხთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ საზოგადოებაში ამ ყველაფერმა დაინტერესება გამოიწვია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და როდესაც გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, ეს ჩვენ უნდა მოусმინოთ ამორჩეველს პირველ რიგში, ჩვენ უნდა გქონდეს კვლევები და ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ ამორჩევლის და საქართველოს მოქალაქეების მაჯისცემას. კი ბატონო, ხო, ნუ არ ვიცი, რამდენად იქნება ეს მე მესმის თქვენი არგუმენტები, მაგრამ ალბათ აქ საზოგადოების ნაწილს აქვს განცდა, რომ თუ კი მივიჩნევთ რუსულ რეჟიმად, თუ კი თქვენ თვლით ივანიშვილს და თუ კი ასევე თვლით, რომ ასე უცებ არ გამოსწორდება. რუსული რეჟიმი 2024 წლამდე 2001 წელს კარგი კითხვა. 1090 წელს ჩატარებულ არჩევნებს თუ გულისხმობთ, ბატონ ლევან, არ ვიცი ეს რამდენად კარგი. არა, მე მაგალითად არა, მე ბრძოლისთვის კიდე 99 წლის შემდეგ ეს ამ კონტექსტში რამდენი პოლიტპატიმარია, უყურეთ, რამდენი პოლიტპატიმარია ციხეში, რამდენი ადამიანი დაასახიჩრეს, ნაკლები ჩაატარა ამ რუსულმა რეჟიმმა და ნაკლები გააკეთა ამ რუსულმა რეჟიმმა. აი ამაზეა საუბარი, მაგრამ უყურეთ ვიკა თქვენ ხომოცემულობა იყო მაშინ გულისხმობ დასუსტებული. ახლა ერთი წუთი 9 აპრილს გამოვლილი მრგვალი მაგი და ეროვნული
საქართველოს გასათავისუფლებელი იყო მაშინაც და საქართველოს გასათავისუფლებელია ახლა. ნამდვილად გეთანხმებით, ამაში თანხმდებით ყოველ შემთხვევაში და მე წარმატებებს გისურვებ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს გინდათ თქვენს ჩვენი ქვეყნისთვის. მადლობა, რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი.